PowerPoint-ი. რა გახსენდებათ, როდესაც ამ პროგრამის სახელს იგებთ? შესაძლებელია რაიმე მოსაწყენი პრეზენტაციები, რომელიც უნდა გაეკეთებინათ სკოლისთვის ან სამუშაოსთვის. ან Word-ი და Excel-ი თავისი მოსაწყენი დოკუმენტებით და გრაფიკებით. რომ დავფიქრდეთ, ერთი შეხედვით ამ პროგრამებს სხვა არაფერი შეუძლიათ. მაგრამ რა მოხდება თუ ერთი შეხედვით Office-ის პროგრამებს სხვა რაკურსით შევხედავთ? და გარწმუნებთ, რომ ვიდეოს ბოლომდე ისწავლეთ თუ როგორ გააკეთოთ მუშა პრიმიტიული ჰორორის ჟანრის თამაში, რომელიცაც თქვენი მეგობრის შეშინება შეგიძლიათ. ასევე ვნახავთ თუ როგორი თამაშების შექმნა შეძლო ხალხმა ჩვეულებრივ Office-ის პროგრამებში. ეს არის პატნოსტე და მოდი დავიწყოთ. გახსოვთ ის ძველი ვიდეო, სადაც ერთი კაცი, რომელიც თამაშს გადიოდა და მასზე კონცენტრირებული იყო, თამაშის ბოლოს სკრიმერი გამოუხდა და კაცმა შიშისგან მონიტორი გადეხა. რომ დავფიქრდეთ, ეს არის ლაბირინთის ჟანრის თამაში, სადაც კედლებს არ უნდა შევეხოთ, რომ არ წავაგოთ და ლაბირინთის ბოლოს გველოდება სკრიმერი. და გეთანხმებით, რომ ჰორორი თამაშისთვის არც თუ ისე კარგია. მაგრამ რას ელოდებით თამაშისგან PowerPoint-ში? თუ თქვენ გიყენიათ Office-ი, ახლა შეგიძლიათ ასეთივე თამაში გააკეთოთ. მოდი შევქმნათ PowerPoint-ის ფაილი და დავიწყოთ თამაშის გაკეთება. რომ გავაკეთოთ ეს თამაში, უნდა შევქმნათ ოთხკუთხედი. გავაფერადოთ შავად, გადავიდეთ ფანჯარა ჩასმაში, დავაჭიროთ მურს და ვიპოვოთ ეს შვენიერი ვარსკვლავი, რომელსაც მოქმედება ჰქვია. ვაჭერთ ამ შვენიერ ვარსკვლავს და შემდეგ მოდი გადავიდეთ მის მეორე ფანჯარაში და დავაჭიროთ მურს და გადაამოწმეთ, რომ იყოს არჩეული წინა სლაიდი. ახლა კი როდესაც პრეზენტაციას გავუშვებთ და ამ ოთხკუთხედთან მივიდანთ მაუსს, გადავალთ წინა სლაიდზე, თუ ის შექმნილი გვაქვს. როგორც ხედავთ, ეს არც თუ ისე წააგავს თამაშს, რომელსაც დაგპირდით. მოდი ახლა ამ ოთხკუთხედებს კლონირება გავუკეთოთ და მათი საშუალებით შევქმნათ ლაბირინთი. ბოლოში უნდა გავაკეთოთ უფრო წვრილი გასასვლელი და ასევე ბოლოში უნდა დავამატოთ წითელი ოთხკუთხედი, როგორც ორიგინალშია. თამაშის ბოლოს რომ სკრიმერი ამოგვიხდეს, ლაბირინთის ბოლოში უნდა დავამალოთ ღილაკი. მოდი ის შევქმნათ და იგივე ფერი მივცეთ, რაც ლაბირინთს აქვს. ახლა ისევ გადავდივართ ფანჯარა ჩასმაში და შევდივართ მოქმედებაში. ამჯერად წინა სლაიდის მაგივრად ვირჩევთ შემდეგ სლაიდს. და ასევე გვაქვს საშუალება დავამატოთ ხმა. და არ დაგავიძეთ, რომ სურათი შემდეგ სლაიდზე დააყენოთ. არა აუცილებელი რომ საშიში იყოს. მოდი ახლა კი თამაშს დასაწყისი გავუკეთოთ. მოდი ახლა გავაკეთოთ სლაიდი და სულ მაღლა ავიტანოთ, რომ პირველი იყოს. მოდი გავაკეთოთ ღილაკი, სადაც თამაშის დასაწყისი იქნება. და ისევ გამოვიყენოთ ღილაკი მოქმედება, რომ შეხებისას შემდეგ სლაიდზე გადაგვიყვანოს. აი ჩვენ ვართ ლაბირინთის დასაწყისში. და როდესაც კედელს შევეხებით, გადავდივართ პირველ სლაიდზე. აი ახლოს ვართ ლაბირინთის დასასრულთან და ვხედავთ, რომ თამაში დასრულდა. როგორც ხედავთ, ყველაფერი მუშაობს. ასევე ჩვენ შეგვიძლია ამით არ გავშერდეთ და რამოდენიმე ლეველები შევქმნათ. და თუ თქვენ იცით თუ როგორ მუშაობს PowerPoint-ში ანიმაციები, თქვენ შეგეძლებათ ანიმირებული ლეველები შექმნათ. PowerPoint-ის თამაშებზე Game Jam-საც კი აწყობენ. გაინტერესებთ ვისთვის კეთდება ეს თამაშები? აზრზე არა ვარ. ბევრ შეიძლება არ გაგაკვირდოთ, რომ მსგავსი ადვილი თამაშების გაკეთება შეიძლება PowerPoint-ში. და იფიქრებთ, რომ აქ ვერანაირი 3D თამაში ვერ გაკეთდება. მართლაც, ვერ გაკეთდება. მაგრამ შეიძლება Excel-ში. დიახ, ჩვეულებრივ გრაფიკების გასაკეთებელ პროგრამას უფრო მეტი ფუნქციონალი აქვს, ვიდრე თქვენ ფიქრობთ. ზოგიერთებმა იცით, რომ გრაფიკების ავტომატიზაციისთვის შეიძლება დავაპროგრამოთ მაკროსები VBA ენაზე. ან Visual Basics for Applications. მისი შესაძლებლობები საკმარისია, რომ დაიწეროს საკმაოდ სერიოზული თამაშები. მაგალითად, ერთმა კაცმა შექმნა The Elders of Zelda Excel-ში. ვერ ვიტყვი, რომ ამ თამაშს ვითამაშებდი, რადგან უბრალოდ შემიძლია Game Boy-ის ემულატორი გაუშვა, მაგრამ გამიკვირდა, რომ ერთი შეხედვით ჩვეულებრივ გრაფიკების გასაკეთებელ პროგრამას ასეთი რამ შეეძლო. სხვა დეველოპერმა, რომლის ნიკი არის ციბელი, 3D თამაში შექმნა Excel-ში უსასრულო პროცედურული გენერაციით, Ray Tracing-ით და ბევრი სხვა რაღაცეებით. და გასაკვირი ისაა, რომ მან პროგრამირების ენის გარეშე გააკეთა ეს თამაში. ნებისმიერი გამოთვლები ხდება Excel-ის გრაფიკებში. მეც კი მომიდა მსგავსი რამის გაკეთება, მაგრამ სრულიად არაფერი გამიგება ამ პროგრამირების ენაზე. მაგრამ თუ გაინტერესებთ თუ როგორ შევქმნათ თამაში X-Ligi Game Engine Unity-ში და შემდეგ გავუკეთოთ პორტირება ტელეფონებზე, და წერეთ კომენტარებში, რომ გაინტერესებთ ეს იდეა და გინდათ რომ ნახოთ შემდეგი ვიდეო ამ თემაზე. ვიდეოს ბოლოს მინდა ბოდიში მოგიხადოთ, რომ თითქმის 7 თვით გავქრი და ასევე იმისთვის, რომ ცუდი მიკროფონი მაქვს. მომავალ შეხვედრამდე.